მიყური აქეთ. 3 2 1 next-ში. ეს არის რაც არის. ვოპ. ვემზადებით მეგობრებო ჩვენი პოდკასტისთვის. ახლა აქ ავაწყობთ ნახე რამ ხელა ბალახებში უნდა ჩავჯდეთ. ეუ. ჯერჯერობით განათება არ გვიوارგა, მაგრამ განათებასაც ახლა მოვიტანთ. რა. აია განლაგდებით მე და პატივცემული ციყვი. დადეს კამი აქ. აი აქ დადგეს კამი. აქ დადგეს. კაი, დანარჩენ ატრიბუტებს მე მოვიტან. მიდი. მოვდი ხა მეც. მოკლედ მეგობრებო, მარანცულაში ვართ როგორც მიხვდით და წერთ პოდკასტს. ეს არის მარანადა. ჩვენი ეზოა, ჩვენი პოდკასტია და უკან რასაც ხედავთ, აი აქ მთლიანად სივრცე არის ჩვენი ეზო. ძალიან დიდი ეზო გვაქვს, ხო ასეა? კი, ძალიან დიდი. ძალიან დიდი ეზო გვაქვს და ეძინება? არიგათ. და ძალიან დიდი ეზო გვაქვს და ვაპირებთ რომ მომავალში აი იქ უკან გავაკეთოთ ძალიან სერიოზული ესენი რა ქვია. რაღაცეები, მაგალითად უნდა მოვაწყოთ სტადიონი. სავარჯიშო ერთკარა სივრცე, რაღაც 30 კვადრატული მეტრის რადიუსში ხო გოყოფა? კი, გაց. დაგიყენებ კარებს, აგი იქ უკან პირდაპირ კარებს დაგიყენებ საკაიფოს და ცოტა იცი რა ვქნათ, აი სხვანაირის ქვიშა დავყავთ, იმიტომ რომ ეს ქვასავითაა ეს ქვიშა. ამა ეს მიწა? ხო. ამ მიწას დავხნავთ. ხო. იქ ტრაქტორს გადავატარებთ, დაიხუნება, დარბილდება და მე უკვე რო დაჯდება, დაიტკეპნება, უკვე ადვილად შეძლებ ხტუნაობას და ყველაფერს და ამავდროულად ახლა ვიყიდი იმას, ბალახს, გაზონს და იმას ამოვა საკაიფოთ და სარწყავსაც აგიხო გვაქვს კრანი და კი. მოკანი და გავიყვან სარწყავ იმეებსაც რა. და გვექნება ზაფხულშიო ჩამოვა იდეალური ნამდვილ მინდორზე სათამაშო ბალახი. მოკლედ მამა ჩემის გიჟურ ფანტაზიებს და იდეებს საზღვარი არა აქვს რა. აბა. ახლა შენ რო იკაიფებ ჩემზე მაგრად ნახავ. ახეთ რამ ხელა power bank-ი გვაქვს, ენა ატომური ბომბი. ხო, მოკლედ მე ახლა განათებას ავაწყობ შტატივ ცულებს, რამენ ცულებს. გავშლი და შენ დანარჩენი დაორგანიზე. თუმცა შენ არაფერი არ დაორგანიზო რა, მე ვიზო ყველაფერს. აი, ნახე სად ვართ მეგობრებო. სავარჯიშო. დღეს ისედაც ეგეთ ბალახზე ვივარჯიშეთ. მისერ გაბრიელ. დიახ. იც რა მაინტერესებს? კაი, მე ჩემი ბავშვობა უკავშირდება აქაურობას და ძალიან მიყვარს და შენ რანაირად როგორ მოხდა რომ ესე ძალიან შეგიყვარდა აქაურობა? ზოგადად ბავშვებს სოფელი ცოტა რაღაცა ისეთები არიან დღევანდელი თბილისელი ბავშვები. წყნარი გარემოა ძალიან და მომწონს. შენ რატო შეგიყვარდა ესე ძალიან? ძალიან წყნარი გარემოა და კაი ბავშვები არიან, მეგობრული ბავშვები არიან და შეგიძლია ადვილად დავმეგობრდე ამ ბავშვებს და ითამაშო ფეხბურთი, გაერთო და ქალაქში კიდე სულ ბახაბუხია, რაღაცნაირი ჰაერია ქალაქში. ძიმე. ხო, ძიმე ჰაერია და აქ სოფელში კიდე შენთვის წყნარად ხარ, შვიდად ხარ და მგონი ეს იჭმევა. არ შეჭამო. არა ბიჭო ტკბილია მახსოვსო. არ შეჭამო მამი. ეს ის არ არის შენ როგონია ტრახტრახილოა ეგ არა. კაი გავანებოთ თავ. ხო, ანუ მაგას გეკითხები, ანუ ეგ გამკვირვებია, იმიტომ რომ ახლა მე 3 შვილი მყავს, მამის გარდა გოგოები მყავს უფროსები. სამივეს ძალიან უყვართ სოფელი ახლა და მარანა გორში ახლა მამა ჩემის ხარი სამწუხაროდ ახლა ჩვენ საჩხერეში გვაქვს იქეთ ჭალოვანში, მაგრამ მამა ჩემი ისე წამოვიდა იქ არაფერი არ დაიტოვა და ფაქტურად რო ჩავიდეთ ბიზაშვილობა კი ყავს, მაგრამ ჩვენ საკუთარი არა გვაქვს ახლა და შენგემოზე 1 კვირა და 2 კვირა ვერ დარჩები სხვასთან, ხო ასე? კი. და ამ ჩემ შვილებს რაღაცნაირად ძალიან შეუყვარდათ. ჩვენი რა იყო, რასო პირიკა, ღია რა გამთქნარებს, რასაკეთებ ამნაერს. პირი უბრალოდ გავაღე რა იყო. რატო? პირი უბრალოდ გავაღეო. კაი, გეხუმრები ცოტა ხასიათი რო ავწიოთ. მოკლედ, მინდა გითხრათ რომ ჩვენი სოფელი დიდათ არ გამოირჩევა ახლა თითა და ბარით, უბრალოდ ტყით, მაგრამ ის რაც გვაქვს ძალიან გემრიელი საყვარელი მადლიანი ამბები. რითი გაერთე დღეს რითი იყავი დაკავებული? სტადიონზე ვიყავი და მაგარი სევები ვაკეთე დავღალი ბავშვები. დაღალი რითი გოლი ვერ გაგიტანეს? ხო, გოლი ვერ გამიტანეს დავღალი. სხვათა შორის ერთი კი არა, 2 ძალიან მაგარი. ბუჩ შენ იყავი? სხვათა შორის 2 ძალიან მაგარი სტადიონი გვაქვს. ერთი სტადიონზე მეტნაკლებად ინფრასტრუქტურა მოწყობილია, მეორე
ისეთია რა, სადაც მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე. მეორე ისეთია და გამისკდა. აგიღე თუ არა აბარუტი? ერები წამიწამში რა. ბიჭო ისინი როგორ გვესევიან? წერები ამუღამებ? ხო, როგორ მაგრამ პრინციპში როგორ დაგვესევიან? აქეთ განათება, იქეთ განათება, 3 წელში გვაქვს განათება. მოკლედ ხო, და კიდე ცივადა, რა ვიცი. მინიმალურად ძმებო, მინიმალურად და აი როგორ გეონებით ავაწყეთ მთელი ჩვენი განათება და სისტემა. კიდე 1+2 განათება შეიძლება და იქიდან და აქედან ცოტა ფერადი. უკანაც გვაქვს. მაგრამ ერთ ფერში გავნათი და კაი ნახე ხოლმე პეპერი ცუ. სადა? ხო და მოკლედ საინტერესო იქნებოდა ხა რაიმე ამბის მოყოლა, ცოტა ისეთის რომ კაი რა არის ხა. მე არ მეშინია უბრალოდ შეგრძნებაა მურტალი, თორე აქ ვივლი ფეხშველი შენ თავს პიცაო. ფეხშველა ვივლი აქ, ფეხშველა არა, ფეხშველია კადოჩე. ხო და მოგიკითხებოდი? ხო და აი როგორ მოხდა მეთქი ისე რომ ჩემმა სამოეშულმა ესე ძალიან შეიყვარეთ მარანა და პლუს ამას იმას ყოფოდი რომ მამა ჩემი სოფელი ჭალოვანი ულამაზესი სოფელია, მაგრამ ნუ სამწუხაროდ იქ არ გვაქვს ისეთი არაფერი რომ ჩავიდეთ და დავისვენოთ რა. და შენი აღმოჩენა როგორ მოხდა ამ სოფლის? ზოგადად სოფელს როგორ უყურებ, ეგ მაინტერესებს. სოფელი. აი სოფელს და სოფლის ცხოვრებას როგორ უყურებ. აი ხა ნახე სოფელში რო ყავს უნდა ყავდეს ღორი, ძროხა, ქათამი, რაღაც ტრაქტორი უნდა ყავდეს. ან მეურნეობას მეკითხები როგორ მოგწონსო? ხო, მიხედავდი მეურნეობას. კი, ჩვეულებრივად მიხედავდი მეურნეობას. გოჭებს გაზრდიდი? კი, გავზრდიდი თუ არ მიკბედნენ ხელში. იცი რა მწარეყბენა აქვთ? გოჭებს? ხო. ქათმებს ეყოლიებდი? კი, ქათმებსაც ჩვეულებრივად. თუ არ ძროხას ეყოლიებდი? კი, ძროხასაც ჩვეულებრივად. ძროხა რო ყავდეს ახლა ეს ბალახი ცამდენი ხანი ყოფა და რარძეს მოგცემს. იცით რა მაგარი ბალახია ამოსული, აი არ ვიცი რა ქვია ამ ჯიშის ბალახს. ისეთი ლამაზია. ისეთ სუფთაა და კამკამა რო ხასხა, ბიჭო, ნუ შემიწამეთ. ხასხას ამწვანე რო რა ვიცი. ძროხას მოწოლიდი? კი. ისწავლიდი? კი, ოღონდ თუ არ დამარტყავს. რა რატო გონია რომ დაგარტყავს ძროხა რა? არა ძროხა მოძალადი. ძალიან ისეთ ბუნჭულა. როგორ არის უკან დაუდგები ეგრევე ტყლაშა. უკან არ უნდა დაუდგე. ნახე, ეს არის ძროხა, ჩათვალე. ფეხების გაჩაჩხვა რამე არ უნდა. ფეხები არის უკან და შენ აქ უნდა მიუდგე ფეხებს შუა და მოწოლო. მე ერთეოჯერ ვცადე და თავპირში შევისხი და გავანებე თავს. ძნელია ხო? აი ისეთ ძროხის რძე რო ჩამოდის ბუნებრივად ვედროში მოისხმევა. ახლა გითხრა. რო ისხმევა პირდაპირ გადაუდუღებლად. არა პასტელიზე რაღაცნაირად თქვია მაგას. იმას ზოგიერთი სო, ჩემი ძმა სოვდა, მაგალითად შეელო ჭიქა ჩაეყო პირდაპირ და ამოიღო დეიდა ჩემი ძალიან სუფთად წველი და იქ ჩამორეცხავდა დაბანდა რამე ძუძუკებს და მე ნუ ზოგიერთი იმისთვის რომ რაღაც სწრაფად გააკეთოს საშინლად აკეთებენ ფეთხუმურად ასე ვთქვა და გოგიტას ჩემ ძმა შეელო მისულიყო ეს ამოეკრა იქიდან ვედრიდან პირდაპირ ყინის და კაროშკით ესე და დაელია თბილ-თბილი ნახდი მე ისედაც არ მოყვარს რძე და მაგას ხო საერთოდ ვერ დავლებდი შენ გასინჯავდი ეგეთ რძეს რა კი ჩაოლობდი გადაუდუღებელს აი ეს ჩამოწველი და ჩაისხავდი ესე იმაში რა ქვია ხო წველი ესე ხო თუ სუფთა იქნებოდა კი ჩაოლებდა უბრალოდ იცი რა არ მომწონს ბუნებრივ რძეში აი ეს რაღაცა ქონისავით რო არის რძეში რა აი რო კანისავით რა თავზე რო ცელოფანი აქვს ხო აი მაგის გამო არ მიყვარს რძე ერთი და მეორე კიდე ეგრევე რო იწოლება მაგ დროს არა აქვს ეგ მაგას იძენს რო წამოადუღებენ მე თუ მაშინვია კოპა ღამურა რა ყველაზე გადაგვიშხუილა ვერ დაინახე? ვერა. აუ თუ მოგვიტაცეს მე ნახე. თავში წაგვავლეს ერთი. ხო და ეგეთ რძეს ვერ დავლებდი. კიდე მე იცი რას უყურებდი ხოლმე? რას? რძის სადუღები მოწყობილობა იყო ეს თოკებზე დაკიდებული ტელევიზორში მაინც გინახავს მრგვალი როა ესეთი და რო აქანაობენ. და ესე აქანაობენ და შეგინდიტკენ კარაქი მზადდება. არა, არ მინახე. აუ იცი რა მაგარია? კიდე იცი რა ვიცი? ერთ წამე ვანახო კამერა. გაგზელე. გამთენი ისას დგებიან და ძალიან ადრე მიდიან ძროხებთან და აჭმევენ საჭმელს, მერე ტოვებენ ხესთან. ახლოს სადაც ბევრი ბალახია რომ ჭამონ საჭმელი. მერე რო გახდება პირველი ორი დაბრუნდებიან და შეხედავენ ძროხას. რა ხდება აბა? ისტორიაში ვისწავლე ეგ. ისტორიაში ვისწავლე ისტორიაში. ისტორია გიყვარს შენ რამდენადაც მე მახსოვს ძმის გულიჩი. მიდი განათებას. ისტორია თვითონ მაინტერესებს, მიყვარს უბრალოდ. ისტორიის მასწავლებლები ზოგიერთი ძალიან მკაცრები არიან. ან ჩემი ისტორიის მასწავლებელი მკაცრია და მეშინია მასწავლებლის. ბიჭო, ისტორიის მასწავლებელი? მეშინია. არა, ზოგადად მასწავლებელი. ძალიან ბევრს გვაძლევს, აი
გადაიკითხეს 3 მთლიანი რუკა და ზეფირად იცოდე ყველა ადგილი. აი my god, bro, დავიღალი რა. ძალიან ბევრს გვაძლევს. კროსვორდი გააკეთე 10 კითხვიანი 2 ცალი. იცი რატო გაძლევს? რატო? იმიტომ რომ არა, ნახე ის რო უყურებ შენ პოტენციალს, ცოდნის პოტენციალს, რა ცოდნას, ფლობ და სანამდე შეგიძლია გაყვე, იმის მიხედვით ტვირთავენ. მაგრამ ზოგადად მე მომხრე ვარ იმისა, რომ ცოტა შეამცირონ აი ესეთი საგნების პორციები, აი მათემატიკაში რო უამრავ დავალებას აძლევენ და აბა გერმანული და აბა ინგლისური და აბა ეს და ცოტა უფრო ადვილი გახადონ ის, რომ ბავშვი გაძრეს ამ ყველაფერში და დაიტიოს, იმიტომ რომ ახლა ნახე გაბრიელზე ვიტყვი, გუნდურ ვარჯიშზე დადის, იმაზე დადის, რა ქვია, ინდივიდუალურ ვარჯიშზე დადის. ცურვაზე მინდა შევიყვანო, რომ მეკარია სიმაღლე ჭირდება და ცურვის დროს ვეღარ ვატენი, იმდენი დავალება აქვს, ზოგჯერ მეწოდება ხოლმე. აი მართლა გადაკამცული ზის ხოლმე ავარჯიშებს და მე მიწევს რომ აი ისნის ვარჯიში გამოვატოვებინო რომ გაკვეთილი მოვასწროს. მოკლედ სოფლის ცხოვრებიდან სად გადავედი? ერთ წამ გქონოთ რაღაც მაინტერესებს შენ გააგრძელე საუბარი მე გავიგებ. ეს მაგარი ბალახია, ნახე. აი ამას მოგლიჯავთ და წებოვანია მეგობრო. ბიჭო, უცნაური რა არის, იცი? რაღაცნაირი. სუეგ მიქოს, ნახე. აი ამ მონაკვეთამდე, აი აქამდე. ხო. ბალახით მაღალია. ხო. და ამის მერე იწყება უფრო ლამაზი დაბალი ბალახი და ეტყობა რაღაცა თავის დროზე აქ არის დათესილი ან რაღაცა ეგეთი, იმიტომ რომ აი ჩაიარე წადი უკან, ნახე. კაი, მოიცა. მიხტები ასეც ვამბობ. აბა, აი ეს წადი, ეს წადი. მანცულა, ვიცი. ნახე, აი ხა დამთავრდება, გეგონება ჯუნგლები დასრულდაო. გადი. ბანგლადეში. მართლა ხო, აი გას დასრულდა და სამშვიდობო. ხო, აქ რა დაბალია. რანაირად, ხო? ხო. არა და არც მოტიბულია, არც არაფერი. იცი შეიძლება რატო? რატო? ამის ქვეშ დიდი ქვებია და უშლის გაზედაში. თესლს. ო, ეგ არ ვიცი, მაგრამ აი ქვემოთკენ არის 14 ძირი, ატამი, ქლიავი, ალუჩა და ეგეთი რაღაცეები. რო ჩამოხვალ გექნება. მოკლედ მეგობრებო, აბა წულა რა? 3 წელიწადში გექნება. ძალიან გვყვარს ჩვენი მხარე, აქაურობა და ვაპირებ მე მომავალში, ნუ გაბრიელმა იცი შეგვეებულია ამაზრს, რომ მანამდე შეუძლებდა, მანამდე გჭირდებით. ჩემმა შვილებაც ვიქნები თბილისში. მოგეხმარებით ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, მაგრამ დადგება კარგი ნიუ დრო და მომენტი, როდესაც მე გადმოვალ და ვიცხოვრებ. ფაქტა მოხვა ხოლმე მეთქი რა, შენ შვილებთან დამიტოვებ რა, შენ და შენი ცოლი წახვალთ საგულაოდ. ჩემ გოგოებსაც ვეუბნები ხოლმე ხშირად და ჩვენ გავაგრძელებთ ჩემი და ჩემი ცოლი ჩვენი შვილიშვილების აღზრდას. საკმაოდ ლამაზი სიბერი მაქვს დაგეგმილი ღმერთმაქნას ვიცოცხლოთ იქამდე და ყველაფერი კარგად იყოს რა. ხო და ბევრ თემას მივედმოვოდეთ, მაგრამ მთლიანობაში არც არაფერი არ ქონდა დაგეგმილი. უბრალოდ ლამაზი საყვარელი გარემო გვინდოდა შეგვექმნა და გვეჩვენებინა. სოფელი ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთი რაღაცა იცი რა არ მიყვარს? რა აბა? აი, ნელი ინტერნეტი? არა. ინტერნეტი ვარ კაც. ინტერნეტი არც მჭირდება საერთოდ. სოფელში ვარ კაც. ტელეფონს დაიმშვიდობი, როცა სოფელში ხარ. გაერთე რამდენი შეგიძლია. უბრალოდ ის არ მომწონს, რომ ძალიან უხეში ძაღლები არიან. აი, მოგზდევენ ეგრევე და ყბენენ. ბიჭო, რატო იცი? საშიშია რა. ქალაქის ძაღლი არის განებიურებული. აი რაღაცენაა გაბლეტავებული და მაღაზიაში შეტასავდება და ეგ რაღაც ეს მოიპარავს ისი. ხო, გაიტანს და რამე და სოფლის ძაღლი არის, აი როგორი პონტია, იცი? უფრო ძაღლია, აი უფრო მეტად იცის, რომ ცხოველია და მისი ფუნქცია რა არის? უფრო გაცნობიერებული აქვს. რომ პატრონი უნდა დაეცა, სახლი უნდა დაიცვას, პერიმეტრი უნდა დაიცვას და ქალაქის ძაღლები გონზე არ არიან, ძაღლები რო არიან. ადამიანები. აუ რა მაგარი თქვა გავაზრე, ჩაარტყი. მართლა ესე ქალაქის ძაღლებს ვაფშე ვერ აღიქვამო, რომ ძაღლები არიან და ცოტა გათამამებულები, გაბლეტავებულები თუ არ დაეზარება, დაიყეფებენ. აი აქ რო უყრიათ ხოლმე, აქ საჭმელი, ჯუჯას მაგალითად. აი აქ უყრია საჭმელი და პიდაპი ეს რო ჭამენ. რო ეზარება ადგომა. და აქ რო არის სოფლის ძაღლი. იმას გაცნობიერებული აქვს, რომ მე თუ არ დავიყეფე, არც მაჭმევენ, არც მომიულია და საერთოდ თავში საფარსაც არ მომცემენ და უფრო ძაღლურობას გრძნობენ რა, პასუხისმგებლობა მაღალია ძმო. ადამიანსაც ხოთა შორის შეიძლება ადამიანთან პარალელი გავალოთ, ადამიანიც მასეა. პასუხისმგებლობას რაც უფრო ფუფუნებაში ამყოფებ ადამიანს და ბევრ ამას აძლევ. მით უფრო ტუტუცდება, თამამდება და პასუხისმგებლობა ნაკლებად გრძნობს რაღაც მოვალეობებს და რო გაუშვა მე ესეთი ადამიანი ბამბებში გაზრდილი ტიპი, დედიკოს და მამიკოს ბიჭი, აი ყველაფერი რო გაუშვა ცოტა ისეთ დაუწერელ კანონებში, ხო აი მაგალითად ქუჩაში, ქუჩის გაგებაში რამე, ეგრევე იკარგებიან და ვაიმე და ნეტავინ მიშური რა გადამარჩენს და ერე უკვე ყალიბდებიან ცოტა ისეთ ტიპებად რა.
თავის გატანა რო არ შეუულიათ და დამკვიდრება. ამიტომ სოფელი კაია ძმებოდა მეგობრებო, სოფელი კაია. სოფელი კარგია. კი, ჩვენ როდესაც გადმოვათ, აუცილებლად მოყოლება. არა, ზროხა და ღორი და რამე არ მინდა რა, ცეყვი რა. გაწოლებთ. მაწოლებენ არა, უბრალოდ რა არის, ეხა ქალაქინა გამოიქცე, იმიტომ რომ რაღაცა იმ ყოველდღიურ ქაოსს და რუტინას გამოიქცე და აქაც ისეთი ფორმის საზრუნავი კონდეს, რომ რაღაცა არ მინდა რა. აი აქვე ჩემს გარშემო ბახჩას რაღაც ზედა შემარო რაღაცა თავისი კიტრი პამინური ამბები. კაი, ქათმები ეგრე ძალიან არ გაწოლებენ, უბრალოდ დაჭამდა და ქათამს არა, ქათამს გაუშვი და თავისი ბუდეას, მაგრამ ღორის და იმის წმენდა და მოვლა და წადი და იმას საჭმელი მოუძე ზამთრის მარაგები მოუგროვე არა რა. აქ ვიშრომებთ იმდენს, რომ ახლა შეოწამატებული ფეხბურთელი იქნები, რაღაცა ისეთ საუაწყობთ, რომ ნატურალურ რაღაცებს დავიმარაგებთ რა. მომიწყობ რა პატარა საწყობ. იგი რა თქმა უნდა, ძმის გულ. ტრაქტორს მიყიდი ხელიანს. კიდე რას მიყიდი? რავი, რასაც გინდა. სოფლის მეურნეობისთვის. სოფლის მეურნეობისთვის? აი ფუტკარს უყოლებდი დედეს სიამოვნებთ. მე ფუტკრეობა გინახავს? ფუტკარი როგორ ოჯახები როგორ ყავთ მე ფუტკრეობაში? ესე. არ გინახავს? აქ არ ვიცი. როგორ თქვა, ხის ყუთებში რო ესეთი რაღაც ხო, ვიცი. კი, მე ფუტკრეობა არ არიან. მე ფუტკრეობა ძალიან საინტერესოა. ხო, პატრონს ცნობენ მეჩოვა იციან და დაგაჯდებიან ისე რომ არ გიკვირენ. იცი რა არის? ფუტკარს შეუძლია დაიმახსოვრ შენი სახე თუ გააბრაზებ და თუ დაგინახავს. დარხეულ. ფუტკარი თუ კრაზანაა ეგეთი. მე მგონი კრაზანაა. ვა. გადავარდება. მე მგონი კრაზანაა. ხო, კრაზანაა. კრაზანა გიმახსოვრებს ეგეთთვის. ხო, სახეს იმახსოვრებს და მე გახსოვს შარშანა პირდაპირ კრაზანების ბუდე რო ქონდა, რო აღმოაჩინე. კიდე კაი შენ არ გიკბინეს, თორე ეგრევე დექსამეტაზო გააღო ლაწან. მე აქ მიკბინა კრაზანამ და ჩემ გარდა ყველა პანიკაში იყო და აი იყო და ხა ვაიმე სუნთქვა ვაი ეს რა ჩორბეთ ბიჭო ჩვენ სხვა თაობის ესე 90-იანელები რა უძმო როგორ პეჩენიას ჭამდით იცი პეჩენია იცი რა არის რა პეჩენია ვარცხობილა ხო ვიცი პეჩენია ქვია რა ჩვენ პეჩენიას მიუჩოვლები ვარ ხო პეჩენია აი ეს დაიჭირებდი სანტიბელათი ცეცხლ წაუკიდებ და ცეცხლი ეკიდა ძმო პეჩენიას ჭამდი იმას რაღა მაჭმობდა ეს იყო რა ქვია ნახშირი მაგრამ ცეცხლი ეკიდა როგორც პლასმას ეგრე ეკიდა ცეცხლი პიკნიკი და ამას ჭამდით ჩვენ აი იმიტომ რომ ზუსტად აი ამ გარემოში აქ გაზრდილები ვარ და მენტალურად ისა ჩვენი ორგანიზმის მენტალიტეტი იმუნიტეტი იყო ძლიერი. ამგვარად იყავი ცოტა სოფლელი. What is happening, bro? I don't know, my friend. რაღაც ხმაურები ატყდა. კაი, წავოდი დაუშალეთ ახლა ჩვენ შორი გზაგველის ერთი დღით ჩამოვოდით სოფელში რაღაც კონკრეტული საქმე ქონა, გადავწყვეტეთ მოაგვარეთ და ეხა წავალთ თბილისში, ხანგრძლივი გზაგველის და დავამონტაჟებ და ამ ვიდეოსაც გავუშვებთ. მადლობა რესპონდენტობისთვის, არჩეულებრივი რესპონდენტობისთვის და იმედია მოგეწონება ჩვენი პოდკასტი. მხარი დაგუჭირეთ და რა ვიცი, იქნება სპონსორებიც გამოჩნდეთ. სპონსორებიც როდის გამოჩნდებიან მეგობრებო? როცა ჩვენი ვიდეო გარკვეულ ნახობს და აგროვებს და აუდიტორია გაიზრდება TikTok-ზე და ასე შემდეგ. ამიტომ სანამ დროა მალე იყავით ჩვენი სპონსორი, თორე მე აღარ დაგჭირდებით. არა, ჩვენ არ დაგჭირდებია პირიქით. ვაი, ვერ ჩამოაყალიბე. ვერ ჩამო. კაგა დაეწოცხები და ბოლოსში იმენა მე აპროცუნებს ხოლმე. ხო? ანუ ჩვენ თვითონ რო გავქაჩავთ ჩვენი რესურსები და ძალებით. მე თქვენ აღარ დაგჭირდებით, ამის თქმა უნდა გაბერეს. დიახ. ამიტომ ახლა ვიყავით ჩვენი სპონსორი, რომ ჩვენ გულში დიდი ადგილი დაიჭიროთ. კი, იქნებიან, გამოჩნდებიან ნელ-ნელა ციყვი, დაორე ხალხის აქტივობა და სურვილი იმისა, რომ რამოდენიმე თითხოვნა. ბევრი მართლა უკვე წერს და მთხოვს ხოლმე TikTok-ში ისედაც რომ რატო არ კვირაში ერთხელ და კვირაში ორჯერ მაინც და ესეთი რაღაცებიდან, ნუ ჩვენი საქმეები როგორ კვირაში ორჯერ მართლა არ გამოდის. კაი, აბა ჰე, დროებით და აბა ჰენცულა. ატყაცულ. Thank you. აბანცულა რანცულა, ბიჭენცულა კაგაცულა. Yeah. მე ამ ორივეს კამს წამოვედა. ოკ. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშობა 83. მადლობა.